ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში საქართველოს თანამედროვე მხატვართა ლიგის ორგანიზებით გამოფენა მოეწყო. ღონისძიება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. გამოფენა 18 აპრილს გაიხსნა და 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თაობის მხატვართა ნამუშევრები. გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა როგორც თემატურად შექმნილ ფერწერულ ნამუშევრებს, ასევე ახალგაზრდა ავტორთა ხედვებს. აქ შეკრებილები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ღვაწლზე საუბრობდნენ. ღონისძიების დასასრულს გამოფენის მონაწილე პირებს სიგელები გადაეცათ. ეს გამოფენა გახლავთ ტრადიციული საგაზაფხულო ჯგუფური გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული და თვითნასწავლი მხატვრები. ძალიან საინტერესო ექსპოზიცია გამოვიდა, ბევრი დამთვალიერებელი მოვიდა, ზოგადად ჩვენს მიერ გამართული გამოფენები იწვევს ფართო საზოგადოების ინტერესს. გამოფენა განსაკუთრებით კიდევ უფრო მეტად აღსანიშნავია, იმიტომ რომ ეს გამოფენა ეძღვნება ჩვენი პატრიარქის უწმინდესის ხსოვნას. ყველა ქართველის გულში დარჩება როგორც დიდი სევდის, დიდი ტკივილის, მაგრამ დიდი სიხარულის და იმედის. ჩემთვის ესეა ჩემი ტკბილი პატრიარქი, ესე იქნება მთელი ცხოვრება. ეს არის საგაზაფხულო გამოფენა და დღევანდელი გამოფენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმ მხრივ, რომ იგი ეძღვნება პატრიარქის ხსოვნას. პატრიარქის გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკარგია ყოველი ჩვენგანისთვის. მე დღეს წარმოდგენილი მაქვს ჯვარცმა, რომელიც რელიგიურ თემატიკაზეა, მაგრამ როგორც ხედავთ, ძალიან მრავალფეროვანია ჩვენი გამოფენა. არ არის აქ მხოლოდ რელიგიურ თემაზე შესრულებული ნახატები. გამოფენაში მონაწილეობას იღებენ როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული მხატვრები.